გამარჯობა. მე ჟურნალისტი გოგა აფციაური ვარ. ძირითადად ახალ ამბებზე მუშაობ, მაგრამ ოპერატიულობაზე უფრო მეტ ყურადღებას სიზუსტეს ვაქცევ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ფილმს. ამ ფილმში თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ხეითიდან დევნილად აქცია. მე ვარ ზაურ ზუბაშვილი, სოფელ ხეითიდან. დაიბადე სოფელ ხეითში 1946 წელს. დაბადებიდან ჯერ იქ დავამთავრე საშუალო სკოლა, ესე იგი 7 წლები ხეითში და საშუალო უკვე ცხინვალში მეოთხე სკოლა. ხო, ну შემდეგ პროცესში მსახურობდი 3 წელიწადზე მეტი იქ გავატარე. ამის მერე ხან რუსეთში, ხან უკრაინაში მიწევდა მივლინებებში მუშაობა, მე იქ უკრაინაში სასწავლებელი დავამთავრე. პროფტექნიკური, სატექნიკუმი დავამთავრე. ინდუსტრიული პედაგოგიური სამშენებლო განხრით და მუშაობდი ხოლმე მე პრარაფსულზე ახდენ, ესე იგი სამუშაო თავმწარმოებელი ვიყავი. ლექსების წერა 80-იანი წლებიდან დავიწყე, რატომღაც რა მაშინ მოვიდა მუზა. ჯერ ბავშვებს უწევდი ხოლმე სახუმარო ლექსებს. მე ჩემს ძმას ესეთი კრიტიკული ლექსი პაპიროსაც მაგარი ეწევა, დღე-დღე ეწევა და ამან მიპასუხა ლექსი თუ. მე სწავიდა ასე, მე რავი, ცვალებადი ოცნებები მქონდა. სფერო მაღლებზე მცხოვრებო არწივთა საბუდარაო, სოფელო ციხის მფლობელო, ომში ნაცადო ძალაო. ამლელ-ჩამლელთა კონტროლი მეფემ შენ დაგავალაო, არ ღალატობდი სამშობლოს, მაგ ციხით ჰქონდა ძალაო. აღელდან ტყე გამშვენებდა, დაბლა მოყავდა ყანაო, შეგმუსრა ძლიერმა მტერმა, სხვა მხარეს გაგიყვანაო. გისურვებთ ყველა, დაბრუნდეთ, ისევ გეთესოთ ყანაო. არის ძალიან უსწრაფო. ეხლა გითმინდა გადავიყვანო სოფელს ტრასიკაზე, მესლი ცხოვრობს ჩემი. იქ მაინც ეს სახლები, ხეები გაბუჩქველები კარი აღარ არის და. ხო და ყვავილიც იქმეთია, ხეები ყვავიან, ამან იქ მინდა გადავიყვანო და. მე რა ქრგვალები დაიწყება მთაში ავიყვანო რამე, ხო? არის შემთხვევა რომ ძირზე 50 კილოზე მეც იღებენ თაფსა და. აი ხლა 10 სკა არის 500 კილო თაფლეს და 15 ლარი კილო, ხო? რამდენი გამოდის? 515 7500 ლარია რა? ემას ვერცეთ სამუშაოზე ვერ აიღებს გლეხი კაცი. აქ აიღებს. ეს ძროხასაც ჯობია, მეღორეობასაც ჯობია, თან ეკოლოგიურად სუფთა არის, არც აკროლდება კაცი, არც არა მოსლიდან გამოდიხარ თელ დღეს ვერ იშორებ. ხო და სუფთათან აქ სადგომა არის მარგებელი. როსუნთქა ამ ნექტარს იმას ჯამთელობისთვის კარგია ყველა მას იძახის. შარშან მაგალითად ძროხისათვის სადგომი გავაკეთე, ეგერ მარანი არ ქონდა გავაკეთე, ნაკვეთებს სული. მონაწილეობ ყველა ღონისძიებაში, რაც კი არსებობს, არასამთავრობო მოდიან, რაღაცა იმებს ქმნიან ჯგუფებს და ვარ ესე იგი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ვარ დოლულთა კომიტეტის წევრი. ეხლა ქალთა ფონდი არის დასო იმათ დამიზახეს გამაწევრიანეს აქ. რაც შემიძლია რომ გამოვადგე სოფელს, ვადგები, რაც შემიძლია. თუ რუსეთი გავა? ხო, ოსებშიც არის ახლა ხალხი, რომელიც არ მონაწილეობდა ამ სისხლძვრაში, არ დაუძარცვია ჩვენი ხალხისა სახლები. ისე მეტი წილი კი ეთანხმებოდა ედვარ გოგოიც ამარან. სულელები იყვნენ და არ იცოდნენ რა მოყვებოდა. ეხლა ნანობენ ისინი. შარშან ერთი ქალბატონი დაგვიღუპა და მისი დედამთილი ხეითში იყო ჩარჩენილი და ოსის ქალმა გამოიყვანა აქა და აი მათ დიდი დახმარება გაუწია. ერთ სასახლეც გააკეთინა. ვივიწყებ. რა ეგერთი გვაქვს ქართველები. პირადად მე ხო ვერ მოვკლა იმას, იმეხლა ზის ისაგან უკვე დავესწრო, მაგრამ მე ხო დაჭერილი კაცი მომიყვანო იმას ვერ გადავხდი. ან ვიცოდე სადაც ხოროს მივიდე ღამე დავეცე და მოკლა მძინარესა, ამასაც ვერ ვიდა. ეხლა ოცნებით იქა ვარ. ძილსა და ცხადილვაცა და რამდენად ამისულდება არ ვიცი. სიზმარს რო ხედავ, ამ სახს ვერ ხედავ სიზმრებში, ამ ჩემს აშენებ ჩემს რამაგარ, სული მამის სახს ხედავ. ალბათ მელას რაც ცხადებოდა, ისე ზრდებოდაო. ჩემი საქმეც ეგრე იქნება. მარტო იქ არ მომიდგენია მე სიცოცხლის დასრულება. ჩვენ როგორ ძალიან ლამაზი სასაფლაო ფიჭვნარიანი იქ არიან ჩემი წინაპრები, ჩემი მშობლები და მე. აი ბოლო იქ მინდა რომ მქონდეს. გადაცვლების შემდეგ იზოლებული ვარ დაუჯეროთ იმას, რასაც გვეუბნება ჩვენი საწმუნება, რომ სული მიფრინავს აერში და თუ ცოდვილი ხარ მოხდები ჯოჯოხეთში, თუ არა ხარ ცოდვილი და მოინანიებ მოხდები სამოთხეში და იმედი მაქვს მოხდე სამოთხეში, იმიტომ რომ არა ვარ ბოროტი კაცი, მუდამ გაჭირებული კაცის მხარში ვდგევარ, რაც კი შემიძლია ჩემი პატარაობიდან, ეგ ჩვევა მქონდა რომ გაჭირებულს უნდა მევშველებოდი და მიდას ასე ვთქვათ შევძნაულებოდი. ხეითში ვიყავით ერთად, იქაც კაი კაცი იყო და აქაც კაი მეზობელია.
ოდა ერთ საღამოს ამ მელია შემოესივა ზაურის ხათმებსა და უცებ გამოვარდი და დაუძახე ზაურიძია და შევწვინით და მელიამ დავიჭირეთ საკათმეში. ხო? მე ლექსი დაიწერე. აი ეს იყო ის წუწკიმელია საკათმეში. ეს არის. შეძირა იმ კათმებსა. ვაიაქარიან ახალგაზრდა ბიჭები ცხოვრობენ. ჩვენ ხანდისხანი მათემატიკაბიკები გვაქვს ხოლმე ბიჭი გვეგზავნის გერმანიიდან რამე და რო უნდა თა რაზაურიძე მასეს ხათილარი მასეს ხოცილარი ხანცოლი გაუხდა 100 ლარს მისოს ხან ყველაფერი თუ კი შემიძლია შვილო მათი უნდათ მანქანა ჩემი ძველი მანქანა თავ შემოგებოთ ახლომახლოებში ძალიან სათბილისო მანქანა არ არის ხო ერთი ბიჭი ყავდა გერმანიაში არის იძულებული გახდა იქ წასულიყო დადი მეთქი შენა მანო მაგდაშოში მინდება მეთქი ისწავლე იქ იმუშავე რამე და მე ჩამოხვალ მეთქი და მაშინ გავიდა 5 წელი, 6 წელი ოპერაცია ქარს. და ველებით მაგერც შვილს, აი ტელეფონი განუგეშებს. გულდაწყვეტილები ვართ, რომ აი ასეთი ბუნება დავკარგეთ. მე თვითონ ცხინვალიდან ვარ. იქ გავიზარდი, იქ დავიბადე, უმაღლესი იქ დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი. თურგუნის ყველია. დილას ამოყენებ. თქვენი ძროხისაა? ჩვენი ძროხა. ეს კიდე ესეც ჩემი ამოყენებული ყველი. ონლაინ მოგაგონჩენგენ. ადესა და რომეოული არეული ერთმანეთში ნატურალურები. ჩვენ არაფერი დაყოლებია, არაფერი მოგნატრებია. ყველა ხალხი. ამთავრება ისე დაგცა ჩვენა, მე არაფერი ვდიერ ამთავრების. ეხლა განავნებურად რომ შირები თავის სხვა დავეხოცავთ. მაგერის ავათ არის წამლები, მეც არა მაქვს ისეთი ჯანმრთელობა, მაგრამ მაინც ვებრძვით რომ შირები არ დავცეთ. იმაცქერანი არა ვარ. ოჯახში ყველაზე ადვილია რა ვიწროთია ხოლმე და კონცილია თუ ჯერის უფრა თუ სამხთუა თუ რაც არის გიორგის ჩამოუს სულ მე ვარ ხოლმე თამადა თუ გიდე აბა გისმენთ და მშვიდობა გვაკლია ყველაზე ძალიან მშვიდობას გამომარჯოს ოდითგან ომი ჩაგრავდა ქართულ ხალხს ასეთი გეოგრაფიული მდგომარეობა ვარ გუნა მართლა მშვიდობა გქონოდეს მოდი ჩვენ შვილებს მშვიდობიან დროში ეცხოვროთ მშვიდობიან ეპოქაში და აღარ გამეორდეს მოდი მერცა ვთხოვოთ ჯანმრთელობა ბედნიერება სიხარული ღმერთმა მოგაგროს სუყელა აი უბრალო ადამიანს მე აღარ ამწავს ჩინოვნიკები და პარლამენტარები და აი ასეთი ხალხი და ჩვენ უბრალო ხალხს მშვიდობა გქონოდეს და დაგვივნებოდეს სამშობლოში ცხარი დაგვიკლას და გვექეიფოს აი აი მაგას